კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს ფორმალურია ეს მოსალმება. ნანა, საზოგადოებამ გაგიცნო შენი საოცრად თბილი და ძალიან კარგი სიმღერები. ამ დროს ძალიან სერიოზული, მოდი გოგოს გეტყვი, იმიტომ რომ მე შემეფერება ეს. ძალიან სერიოზული პროფესია გაქვს, ძალიან საინტერესო პროექტები გაქვს. ძალიან საინტერესოს გარდა გაქვს საჭირო ქვეყნისთვის საჭირო პროექტები. მოდი შენი საქმიანობის შესახებ რო გავაცნობთ მაყურებელს. სიმღერა შემდეგ. ინჟინერ მექანიკოსი ვარ, როგორი უცნაური ცა უნდა იყოს. პირველი განათლებით და ლითონ საჭრელი ჩარხები და მჭრელი არაღებია ჩემი პროფესია და რომ მithქვავს ეს სადმე ისეთი რეაქცია აქვს ხალხს უნდა განახო უბრალოდ გაოგნებულები არიან რომ როგორ ამ ჩარხების ხმაურში წერდიო ამ სიმღერებს თუ როგორ იყო მე მგონი ისე გამწარდი ამ ხმაურში აშკარად იმიტომ მაგრამ მე კარგ გამოდგება საბაბად რადგანაც სიმღერის წერა დავიწყე 8 წლის ასაკიდან და ძალიან ადრე დავიწყე ფრანგული ენა ვიცი კარგად დამთავრებული მაქვს და ფრანგულენოვანი სიმღერებიც მაქვს შენ უკვე იცი ამის შესახებ და რა ვიცი, უამრავი სხვა რა, მენეჯერი ვარ ძალიან გამოცდილი, არაერთი კომპანიის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ეხლა ჩემი კომპანია მაქვს და ასე შემდეგ. დაგეხმარა სიმღერა საქმეში? სიმღერა ძალიან მეხმარება. სიმღერა ცირაში მეხმარება გია სტიმულია ცხოვრების ჩემთვის. გარდა იმისა, რომ თქვა ნებისმიერი საქმის გადაწყვეტაში, როდესაც განწყობა დადებითი გაქვს და ამ განწყობას გიქმნის სიმღერა ძალიან მეხმარება და ეს ჩემი თამდევია. მე სულ ვიძახი რომ სიმღერა ჩემი სიყვარული არასდროს არ დავარქვე პროფესიას. შენ გათხოვილი არ ყოფილხარ. გათხოვილი არ ყოფილა. რატომ გაქვს ასეთი მკაცრი იმიჯი? მკაცრი იმიჯი მაქვს? მკაცრი იმიჯი გაქვს, იმიტომ რომ ხო არის საზოგადოებაში და თავშეყრის ადგილებში რაღაცებს რო საუბრობენ რაღაცა. ნუ ნანა უკარება. ხო, აი ესეთი იმიჯი. არა? არ ვიცოდი. ესეთი იმიჯი გაქვს. აი ხوارი, მოდი ესეთი შინაურულად გეტყვი, ხوارი რომ ვინ ყავს, ვისთან რა არავინ არაფერი არ იცის. რა არის მითხარი? უკარება არა ვარ გია, უკარება არ ვარ. შენ ხა მეგობრობაშიც ხომ ხედავ როგორი ვარ? ხო, მაგრამ ადამიანურად ძალიან თბილი ვარ და ეხლა ცოტა კომპლიმენტს ვეთყვი საკუთარ თავს, იძულებული ვარ. საერთოდ მამაკაცებს ეშინიათ ჭკვიანი ქალების. და მე მაქვს პრეტენზია რომ ჭკვიანი ქალი ვარ. ალბათ ეს არის. ყვარებია და არაერთხელ და ძალიან ბევრი და ძალიან ლამაზი ისტორია ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება დადგეს მომენტი რომ რაღაც მოვყვა კიდეც. ძალიან დიდი სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც პრინციპში გრძელდება ქვია და ალბათ ეს სულ გაგრძელდება ემოციურადაც. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ არის საჯარო პირი, თუმცა მალე შეიძლება გახდეს. და ეს იყო სიყვარული გია, რომელიც როგორია იცი, ხო გინახავს ფრანგულ ფილმებში ძალიან მოხუცი ცოლქმარი, რომ დადიან ხელჩაკიდებულები ჭაღარები, ნელი ნაბიჯით რომ მიკუსკუსობენ და რომ მიდიან ბაღში სასეირნოდ, ხო? ანუ და იქაც რო იგრძნობა რომ არანორმალურად უყვართ ერთმანეთი და ხელჩაკიდებულები. მაგრამ სადადე ხელჩაკიდებული? აი, ასეთი სიყვარული შეიძლება და ყოფილიყო. ეს რეალურად ხელჩაკიდებული დადიხარ? ხელჩაკიდებული საჯაროდ ვერა. ვერა? რომ არის საბაბი. ერთი ჩუმა დამანახა თქვენი თავი. საბაბი არის იმის რომ ერთად ვეღარ ვართ ისე როგორც უნდა ვიყოთ. ხო, არის ამის ნუ რა ვიცი რამდენ ღირს ამას საუბარი, მაგრამ დიდი ასაკობრივი სხვაობა. ხა. და ამის გამო პატარა. მართლა? და ამის გამო, ასე ვთქვათ, მე გავანული ეს შენზე პატარაა? კი, ბევრად. რამდენი წლით პატარაა? ნუ ახლა მაგას ნუ მათქვევინებ, რომ გამოვარ მე ვარ დიდი, არ მინდა. არ გათქვევინებ. ბევრად დიდი ვარ და ნუ იმდენად დიდი, რომ ჩემთვის მიუღებელია. რით მოხიბლე? აი მაგალითად გასაგებია, რომ ნუ კარგი ლამაზი ხარ, კარგად მღერი, კარგი, მაგრამ სიმღერა და სილამაზე, ხო იცი? საბოლოოდ არაფერი არ არის. ხასიათები როგორი გაქვს? მე ვფიქრობ, რომ კარგი, თუმცა მინუსი მაქვს დიდი, რომ ფიცხი ვარ ძალიან. მალე ვბრაზდები თან. აფეთქება შემიძლია უცებ, მაგრამ გული გამყოლი და არა, გამყოლებული არა. სულ ფეთქებადი ვარ. ნუ აი აფეთქებულ გულზე შენიც ალბათ გახსოვს, რომ მე კარგად ვისვრი არაღით და აფეთქებულ გულზე იარაღი რომ ხელში მქონდეს, შეიძლება შემომაგდეს იმը. ეს მაქვს ხასიათი. კარგი ეხლა. თუ გადამიარა, მე რა წვარდები. და აპირებ დაოჯახებას? არა. ეს ისტორია, რომელიც გამყვება მთელი ცხოვრება, რომელიც პრინციპში დავასრულე, მაგრამ ემოციურად გრძელდება მეთქი, იმიტომ რომ ეს ვერასდროს ვერ დამთავრდება, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის, იმიტომ რომ ნამდვილი იყო. მოდი თავის გზაზე წავიდა, მე ჩემი გზა მაქვს და მაგრამ მიუხედავად ამისა, ის იყო ყველაზე ნამდვილი და დიდი ალბათ, რომ არა ის გარემო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რომ არა
ну რაღაც საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები და კანონები, რომელიც ხანდახან ძალიან სასაცილოა, მაგრამ მაინც ვერ მორჩილებით, ну ჩვენ ვიქნებოდით ალბათ მთელი ცხოვრება ერთად. ქორწინების გარეშე თუ გააჩენ ბავშვს? უპრობლემოდ. იცი ახლა რა გავიფიქრე? პირველად რო გნახე, პირველი რაც იყო, გავიფიქრე, რომ ესეთი ლამაზი გოგო და ესეთი ნიჭიერი გოგო, რატომ არ იყო ეს ბევრი წლების წინ, რატომ არ იყო სახალხოდ ცნობილი და მახსოვს როგორ გაოგნდა ყველა, როცა იმღერე პირდაპირ ეთერში და აი მის შემდეგ ყოველთვის როცა ხედავ ხოლმე ძალიან მიხარია და შენი დიდი გულშემატკივარი ვარ და ბედნიერი ვარ რომ შენი სახით მყავს ესეთი მეგობარი. ჩემთვის ეს ბედნიერება იმიტომ რომ შენ ყოველთვის ზრუნავ შენს მეგობრებზე და ისიც რომ დღეს ჩვენ რასაც ვაპირებთ ახლა რომ უთხრათ მაყურებელს რომ შენი დამსახურება ნამდვილად ფაქტია რა. ანუ მეც კარგი მეგობრები მყავს. რაც შეეხება აი იმ სიურპრიზს რომელიც ჩვენს მაყურებელს უნდა ვაჩვენოთ, ეს არის კლიპი, რომელიც გადაიღე ბათუმში. გადავიღე ბათუმში. და მომიყევი ამ კლიპის შესახებ. მოგიყვები, ერთი სული მაქვს მოგიყვე შენ და ჩვენს მაყურებელს. ბათუმის მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რომელსაც ერქვა კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროექტი. და ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, შევიტანე განაცხადი და ახალი სიმღერა ბათუმზე დავწერე. მოკლედ, გაიმარჯვა ამ პროექტმა, დაფინანსდა და გადავიღეთ კლიპი. სიმღერა არის რეპი, ჰიპ-ჰოპის ელემენტებით, ანუ გაკეთებული არის ახალგაზრდობისთვის და იმ თაობისთვის, ვინც ამას უფრო კარგად აღიქვას და გაიგებს. სიმღერას არ დავარქვი შეგნებულად სიმღერა ბათუმზე, დავარქვი ქალაქი დრაივი. იმიტომ რომ ბათუმი არის ქალაქი დრაივი. ასრულებენ ამ სიმღერას სოფო ხალვაში ჩვენი, იმიტომ რომ ბათუმის სახეა და ბუნებრივია ეს. მასტერი ყავს ასეთი რეპერი, ძალიან პოპულარულია, გიორგი პავლეაშვილი, აქაც მოღვაწეობს და მოსკოვშიც. და ჩვენი უსაყვარლესი და ჩემი უკვე უსაყვარლესი ბათუმის ღირსებას ეძახიან ამ კაც პოეტი ბატონი ვახტანგ გლონტი, რომელიც ხსნის ამ კლიპს თავისი არაჩვეულებრივი ლექსიდან ნაწყვეტით. მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩემს ეთერში იქნება პრემიერა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებული იქნები, ხარ და კიდევ უფრო მეტად იქნები და მე გისურვებ, რაც შენს გულს გაუხარდება, ყველაფერი შეგისრულდეს და გიტოვებთ კლიპს. მე აქ მიყვარდა პირველად დაუკანასკნელ ხანს. ბათუმის სიყვარულია და არაფერი სხვა. აქ არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ჯვარცმა და ხსნა. ბათუმი არის ბათუმი და არაფერი სხვა. სიყვარული ხარმგონია სისხლის ეძებს თოლია იხდება ტალღები და მაგნოლია ეს ქუჩები შორია ბათუმო სიყვარული ხარმგონია სისხლის ეძებს თოლია იხდება ტალღები და მაგნოლია სისხლის ეძებს თოლია ლამაზი ბათუმო ხარ სიყვარულის ქალაქი ეს შეხვედრის ზამია ბათუმო შენთან ვადამიხარია ეს შეხვედრის ზამია ბათუმო შენთან ვადამიხარია ბათუმის ზღვისფერი ქალაქი ვერ ახსენ მას თუ არ გაქვს სიტყვების მარაკი ჩემი ზაფხულის ბანაკი, საზაფხულო რომანი და დილამდე ლაპარაკი შეხვედრის ადგილი სხვასთან, ბულვარში წასვლა არ გაბედოს სხვასთან პალმები შავი ზღვის მეგობრების როლში მაგრამ ის ხვანაერად ლამაზია თოვლში პატარა ქუჩები ერთმანეთს ხვდებიან მერე ტალღები ჯებირებს ეჯახებიან შორს ზემოაჭარის მთებია ბათუმელი მეგობრები გულით მესალმებიან მერე რა რომ ეს ქუჩები შორია ყველა ნაბიჯი მიზეზია სიხარულის მე ასე ვფიქრობ და სულ ასე მგონია ბათუმი ქალაქია ზღვისფერი სიყვარულის ჩამოდი ბათუმში მერე ლაივი რა არის ბათუმი ქალაქი დრაივი ეს ქუჩები შორია ბათუმო სიყვარული ხარმგონია ჩამოდი ბათუმში მერე ლაივი რა არის ბათუმი ქალაქი დრაივი სისხლის ეძებს თოლია იხდება ტალღები და მაგნოლია ჩამოდი ბათუმში მერე ლაივი რა არის ბათუმი
სიყვარული ხალმგონია